მოგესალმებით კალათბურთის გულშემატკივრებს. დღეს 2026 წლის 23 აგვისტოა და YouTube არხი 48 წუთი იწყებს ახალ სეზონს. დღეს ჩვენ თქვენთან ერთად უგულშემატკივრებთ საქართველოს ნაკრებს ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ. ამ აგვისტოს ფანჯრისას ჩვენთვის მთავარი თამაშები ჩვენი ნაკრების 28 აგვისტოს და შემდგომ პორტუგალიაში გასვლითი თამაშია. გიორგის და საბას ვთხოვ ჩაგვერთონ, ვისაუბროთ სანაკრებო პერიპეტიებზე და შემდეგ ჩავრთოთ ჩვენს ინტერაქციაში საგულშემატკივრო მხარეც მთავარი აქტორები დღეს ქართველი გულშემატკივარი, რომელიც დარწმუნებული ვარ, აი ამ ამხანაგური მატჩის დროსაც იქზეც კი გაავსებს სპორტის სასახლეს. ვიცი რომ მოგენატრეთ, ჩვენც მოგენატრეთ. წინ გველოდება მატჩი ისრაელთან. რა თქმა უნდა, ეს მატჩი ამხანაგურია და ნაკლები ღელვარება არის, შეინიშნება ხალხშიც და ჩვენშიც, მაგრამ ეს მატჩი იქნება, ასე ვთქვათ, მოსამზადებელი ბოლო მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩებისთვის, რომლებიც გველოდება მონტენეგროსთან და გველოდება პორტუგალიასთან. საბა, რამე სხვა დაგვამატებდი? კი ბატონო. მოგესალმებით, დიდხანიანი პაუზის შემდეგ გიბრუნდებით და გიბრუნდებით საოცარი მოგებიდან, როცა ესპანეთი არანორმალური ხანდაკი დავამარცხეთ და კი ახლა აი ეს мотиваცია გვაქვს და ძალიან ჩვენც ხო ჩვენი წვლილი შევიტანეთ, მაგრამ ჩვენ რო ყოფილიყავით შანსი არ იყო. ფეხი განსაკუთრებით აღმოჩნდა როგორც ჩანს და მოსაგებია ეს თამაში ხასიათისთვის პირველ რიგში. თან ისრაელი ხელთამაშაკავი ნაკრები არ არის და იმედია დღეს მოვიგებ და დანარჩენ ორ თამაშსაც მივაყოლებთ. ამის ყველანაირი წინაპირობა გვაქვს, იმიტომ რომ მამუც ჩვენთან ერთად არის, ხო, მამუ გააჩვლის და შემადგენლობით ვართ მოკლედ და იმედია სამივე თამაშს მოვიგებთ. მე მაქვს განცდა, რომ სანდროსთან ერთად ჩათვალე ორჯერ მეტი ძალა აქვს ჩვენს ნაკრებს და ეს ამ მეგობრულ მატჩშიც გამოჩნდება და რაც მთავარია გამოჩნდება იმ მატჩებში. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მე მინდა შევეხო 2 წუთი და 2 წამით აი ესპანეთთან თამაში ყველაზე დიდი სიურპრიზი ჩემთვის რა. ერთი რო არ იყო სანდრო და მეორე, ანუ გოგას რაღაცნაირად არ ქონდა კარგი მატჩი რა, დასაწყისში. და მთელი კამბექი რაც გავაკეთეთ, ისე გამოვიდა რომ გავაკეთეთ 2 NBA-ის მოთამაშის გარეშე რა. ამიტომ გამოდის რომ ჩვენ ნაკრებს აქვს ის რაღაც სიღრმეც, რომელიც არის პრობლემა ჩვენ ნაკრებში, მაგრამ თურმე თლად ესე სუსტის ბენჩიც არ ყოლია რა, შემოვიდნენ ბიჭები, მაგალითად მერკულაძე და ჯინჯარაძე ძალიან კარგად ჩაერთნენ თამაში. ტურძილა ვაფშე. ტურძილაბაც ძალიან მაგრად იომა, ხო და ამიტომ რა ისე X ფაქტორი იყო რა მაგ მატჩში ტურძილაძე. და ეგ ძალიან სასიამოვნო სიახლე იყო რა, ჩემი აზრით. ლეგიონერი ეგეც დიფრინა. რიძე საერთოდ ზედმეტია საუბარი, ალბათ ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერი საქართველოს ნაკრებში, ჩემი აზრით რა. კარგი, ეხლა მოდი გავესაუბროთ ქართულ გულშემატკივარსაც, მეც აღარ მოგაცდენთ და მოგაბეზრებთ თავს. ვერც მიმშვენებენ ქართველი გულშემატკივრები, რომლებიც არიან საქართველოს ნაკრებზე საგულშემატკივრად მოსულები. თქვენი საყვარელი ქართველი კალათბურთელი რომ გითხრათ? ჩემი საყვარელი ქართველი კალათბურთელი არის შენგელია. ქორნიკა შენგელიას ერთი ხმა. ჩემი აზრით დღეს რა თქმა უნდა მოიგებს საქართველო და ძალიან კარგად არ ვიცი ვინ თამაშობს, მაგრამ ყველა ძალიან მიყვარს. ველას თვითონ ხმა. ერთი ხმა ყველა. სანდრო მამუკელაშვილი ხდება ჩემი საყვარელი კალათბურთელი. ჩემი საყვარელი ქართველი კალათბურთელია თორნიკა შენგელია. თორნიკა შენგელია. ვეცდებით რომ ძალიან მორიგებული ქართველ გულშემატკივარს გამოვსტყუოთ. ვინ არის საყვარელი ქართველი კალათბურთელი, იმიტომ რომ არ გვეუბნებიან. მომყევით. თორნიკა შენგელია. მამუკელაშვილი. სანდრო მამუკელაშვილი. სანდრო მომყევით. შენგელია თორნიკა. გამდელი კაპიტანია. საყვარელი ქართველი კალათბურთელს ხო გვეტყვით თქვენს? მამუკელაშვილი. სანდრო მომყევით. გავიხილეთ მაგრამ თქვენს? აი ანდრონიკაშვილი. ანდრონიკაშვილი. მამუკელაშვილი. სანდრო მომყევით. თქვენი? იგივე. თქვენი? სამი ხმა დაევა და სანდრო. ჩოკო. ხოკა შენგელი. საბატონო ლიგა. საყვარელი ქართველი კალათბურთელს ხომ ვერ დაგვისახელებდით? თუ გაბრაზდებიან მე. კარგი არ მაბრაზ არა, ჯვალი, ვაიმე. ერთ დავასახელებ და რო ერთი. ჩოკო შენგელია. ხოკა შენგელია. აბარა. როგორ ბრძანდები? ჩვენი ყველას განსაკუთრებული გულშემატკივრისგან საინტერესოა საყვარელი ქართველი კალათბურთელი ვინ არის თქვენი? მე-20 საუკუნეში საყვარელი ქართველი კალათბურთელებისგან გამოყოფ
ზურაბ საკანდელიძეს, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი, სოფლიო ჩემპიონი და ევროპის ორგზის ჩემპიონი. მიშა ქორქიას რასაკვირველია. თამაშები არ მინახია, მაგრამ ოთარ ქორქია იყო ფანტასტიკური დონის კალათბურთელი, ახლა მეტი შორს ვერ წავალ. ნიკოლოზ დერეგინს აღნიშნავ და მე 21 საუკუნეში სამ კაცს გამოვყოფდი. თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე. სანდროს კი ყველაფერი წინ აქვს თამუკელაშვილს. აფხაზეთი რომ საქართველოა, მეგობრებო. მაგასაც შეგახსენებთ ნამდვილად. თელ მსოფლიოს ახსენებს ეს კარგი კაცი. ესე იგი, რადგანაც აფხაზეთზე იყო საუბარი, რამდენიმე კალათბურთელი იყო აფხაზეთიდან ძალიან სოლიდური დონის, პირველ რიგში იური ძიზიგური, გაგრელი, რომელიც თამაშობდა თბილისის დინამოში და საბკავშირის ნაკრებში 70-იან 80-იან წლებში. იური ძიზიგური გმირულად დაიღუპა 92 წლის 2 ოქტომბერს, როცა რუსეთის სპეცნაზმა, ჩრდილოეთ კავკასიელებმა და სეპარატისტებმა ძალებმა აიღეს გაგრა, გმირულად დაიღუპა, იცავდა ქალაქს. და კიდევ რამდენიმე კალათბურთელი იყო აფხაზეთიდან მერე წავდგეთ. აბა წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა. კარგად. წარმატებები თქვენ. თქვენ კალათბურთელს ხომ არ დაგვისახელეთ? იცი რაც ეხლა დღევანდელი თამაშის წინ ძალიან მე-20 საუკუნეში ნებისმიერი შეგიძლია. ნებისმიერი ძველიც, ახალიც. მაინც ფავორიტი ვინ არის? მე მგონი თოკო შენგელია მაინც რა. კი ბატონო. თავისი რეზულტატურობის შედეგით და თავისი ამ ლეგენდარული თამაშით და ჩვენი აზრები დაემთხვა მან მეც გაგიმხელდა თოკო შენგელიას. არის ჩემი ფავორიტი. ძალიან დიდი მადლობა. ინტერესებში. მოკლედ მორჩა პირველი ტაიმი 2 ქულით ვიგებთ 53-41-ს და შეიძლება ითქვას გიოში ახასიათება ჯერ შენ პირველი ტაიმი. სუდი სტარტი მქონდა, როგორც ყოველთვის, მე მგონი ტრადიციად გვექცა ზოგადად მძიმე სტარტი ჩვენ ნაკრებს. ისი ბრალია ეს არ ვიცი, ანუ დღეს ცოტა თან თუ არ ვცდები 5 ევროს ცვლილებები იყო, რომ სანაძემ არ დაიწყო, ეგ იყო ცოტა სიახლე, რომ ეგ მამურო დაბრუნდა სავალოდ მაგე ხო, კომბინაცია. და არ ვიცი ამ ოფიციალურ თამაში იგივე 5 ეული იქნება თუ არა, მაგრამ ნუ არის იმაში რაღაც ლოგიკა, რომ დაუშვას კამი უფრო ეფექტური იქნება მუდასთან ერთად. სორგინი ვერ გავაჩერეთ რატომღაც. მგონი კარიერის თამაში აქვს ტიპს, კარიერის პირველი ტაიმი მინიმუმ. და კიდევ ერთი რაც შევამჩნიე და ჩემთვის ცოტა გასაკვირია, რატომღაც მერკვილაძე სარ უთამაშია. მერკვილაძე როცა მოედანზე გამოვიდა, ყოველთვის პოზიტივი მოიტანა ნაკრებისთვის რა. დასაწყისში მით უმეტეს რაღაც სასწაული სამიანის პროცენტი ქონდა, დაცვაში ეგ ბიჭი მუშაობს. ეხა ბოლო კამბექიც 5 ევროში იდგა, როცა გავაკეთეთ. და ჩემთვის ცოტა გასაკვირია რა. თავი ხუთეული როცა დგას მოედანზე, კარგად კომბინირებს, რასაც დავაკვირდი. ხო, მე გამოვასწორეთ, კი, თამაში. ოღონდ ცოტა მერე, მეორე ცოტა მერე, ხო, რა. არც ერთი წამი არ გაუტარებია რიც პოინტ გარდ დღეს. არა და ჩემი აზრით, როცა რიდი პოინტ გარდია, უფრო შედეგიანია ნაკრები რა. მე ყოველ შემთხვევაში მე არ იტვირთება დღეს რიდი საერთოდ ეგეც არის. ნახოთ, ნუ ცუდი არ არის საერთო ჯამში. შეიძლება სიტყვი. ნუ მე იმას ვიტყვი, რომ ისრაელის ნაკრები ცოტა უფრო სოლიდური გახდა წინა საკვალიფიკაციოსთან შედარებით. სორკინი გამოჩნდა, ბლატი გამოჩნდა და ასე რომ ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის. ჩვენებს რაც შეეხება მამუკელაშვილი მგონია ნახევარი ძალით თამაშობს და იმას რასაც აკეთებს ნახევარი ძალით ისე თავდაჯერებულია და ისე კარგათა თან გამსხვილებული მგონია რომ აი ჯანიც მომატებული აქვს თავდაჯერება არც არასდროს აკვდა ნუ მაგრამ კარგად არის მიხარია მაგარია გიორგიმ რო თქვა სასტარტო ჩამორჩენის აღმოფხვრის მუღამით დავიჭირეთ რა. ასე ვთქვა და არ ვიბნევით ამ 14 კულაზე, 12 კულაზე რაღაცა და ძალიან მოკლე პერიოდში ვკაჩავთ რა. კამბეკის ოსტატები გავხდით. იმედია ხასიათისთვის მოვიგებს დღეს თამაშს და იქნება. წადება ყოველთვის ცუდია და დასმენის გამოტანა ამ თამაშიდან ესე. არა, ეს თამაში არის სარეპეტიციო და იყოს კარგი რეპეტიცია მონტენეგროსთან მატჩის წინ რა. და კიდე ისრაელის გულშემატკივარი მაღიზიანებს, რომელიც ჩვენ წინ ზის და უსტენს, მინდა რომ მივიდე და არგენტინის ფორმით როა.
დიდი მადლობა დღევანდელი მატჩისთვის. რა კომენტარს გააკეთებდი, როგორი იყო ეს საკონტროლო მატჩი? ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, იმიტომ რომ ეს თქვა ბოლო ტესტ მატჩი იყო ჩვენი ამ ფანჯარის თავარ თამაშთან მონტენეგროს თამაშს გულისხმობ. მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მოვიდა. ბილეთები შეიძინა, მხარი დაგვიჭირა ამ თამაში. ველოდებით იგივე ხალხს და უფრო მეც მონტენეგროს თამაში და რავი, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენებ. ჩემი აზრით რაღაც შეცდომები გქონდა, თუმცა გვაქვს ახლა 4 დღე რომ ამ ყველაფერზე ვიმუშაოთ და შემდეგი თამაში გამოვასწოროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია სახში მონტენეგროსთან როგორ დავიწყებთ ახალ შედარჩევ ციკლს. წარმატებები, ძალიან დიდი მადლობა. როგორც საკვირიც ვირფასო გულშემატკივრებო, ისრაელს ჩაუტარეთ, როგორც შეგვეფერებოდა. როგორც კლასნებს შეეფერება, აუჩაგრეთ მოკლედ. და ძალიან ბევრი რაღაც პოზიტივიც გამოჩნდა დღევანდელ მატჩში ჩემი აზრით რა. ის რომ პირველ რიგში კარგი იყო რომ დიდი ხნის მანძილზე ვითამაშეთ ლიდერების გარეშე და ცუდად არ ჩაგვიტარებია ეგ წუთეულები. ანუ გაქცევა ვერ შემოგთავაზა მეტოქემ, მიუხედავად იმისა რომ მას წამყვანი გაუგრძელები ყავდა მოედანზე და ჩვენ ბენჩის ხალხი, მაინც ასე ვთქვათ საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გავუწიეთ რა. ამიტომ გამოდის რომ შეგვიძლია ვენდოთ ბენჩის გაუგრძელებსაც. ეგ ძალიან კარგი პოზიტივი იყო. შეტევაში აქტიური იყო წინა მატჩებისგან განსხვავებით ბითაძე და რაც ძალიან მე სიამოვნა მაგალითად. დომინანტური მოძრაობები ჰქონდა დღეს და კარგი იყო მოკლედ. ჯუк. ძალიან კარგი იყო რატის და მისგან ესეთი კარგი თამაშის მონატრებულები ვართ მისგან. პერიოდის საუკეთესო თამაში. ამიტომაც ბრავო რატის და ბრავო მთელ გუნდს რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მერკუილაძის ასე გვიან გამოყვანა ჩემს ცოტა უცნაური იყო, მაგრამ ჯიკიჩმა უკეთესად იცის, ამიტომაც ჯიკიჩმა ყველა რიგად იცის. ვენდოთ ჩვენს რაც თავარია რომ ჩვენ საყვარელ პუტკურამ მოვიგეთ და ჩვენიერი განწყობით ხო, მოვიგეთ და ამხანაგურია თუ რა. ისნობა რა, მაინც მოგება. კი, კარგი პლუსები დავინახე. რაც თავარი იყო. მაგრამ რაც თავარია ახლა მოვემზადოთ მონტენეგროს მატჩისთვის. გუნდის შეთამაშება იგრძნობა, კომბინირება. კი. ბევრად უფრო კომბინირებულები ვიყავით ვიდრე ესპანეთთან რა. ეგ მამოს ფაქტორიც არის და ხო და რა თქმა უნდა მამუ გაგვაძლიერა. ამიტომაც დარჩი ჩვენთან მეგობრებო, პრეს კონფერენციასაც შემოგთავაზებთ. თუ გაიმართება რა თქმა უნდა. ჩვენ ჯონ. და გამოიწერეთ ჩვენი არხი 48 წუთი. მუდამ საკალათბურთო სიახლეები და ამბები თქვენს გვერდით არის.